3,000 მეტი გიცხოვრიან როგორც ერსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ მევსაც ბედნი ერსა ვიმღერია კიდეც ვიმღერ შეს თბილრაბა ჟამი ერსა გამარჯობათ მეგობრებო ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ რომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იქნება მონაწილეობა სამხედრო სამშენებლობაში. ჩვენ გახლავართ საქართველოს სამეფო კლუბის წევრები, ეს გადაცემაც არის სამეფო კლუბის ედიტით გადის. YouTube-ზე შეგიძლიათ ჩვენი გადაცემების ნახვა, ვისაც გაინტერესებთ და ვისაც გსურთ გაიგოთ თქვენი გვარის წარმომავლობა და თქვენ წინაპრებზე ინფორმაციები შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არქი საქართველოს სამეფო კლუბის არქია YouTube-ზე და ლევან ბერაია სამყარო გადაცემა. მე გახლავართ ლევან ბერაია ამ ავტორის ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი. მე პირველ რიგში მინდა გუშინ იყო ძალიან კარგი დღე იყო დავით აღმაშენებლის ხსენების დღე იყო, გარდაცვალების დღე და 900 წლის თავი შესრულდა. რაც დავით აღმაშენებელი აღესრულა, აი ამ დიდი მეფის პატივი უნდა მივაგოთ ყველა, იმიტომ რომ ამაზე დიდი მეფე ჩვენ საქართველოს არ ყოლია თავისი ყველაფრით. თავისი ასე თქვათ იმითი რაც მან შეძლო. საერთოდ ხელა უკიდეგანო გახადა მაშინდელი ჩვენი საქართველო და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფო აქცია. დაქუცმაცებული და დანაწევრებული საქართველო და მინდა პატივი მივაგო აი ამ დიდ მეფეს, რომელმაც ძლევაი საყვირველი დიდგორის ომი მოიგო. გილოცავთ სულ ყველას დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. და ვერფახნას ჩვენს ყოველდღიურობაში და ჩვენს საომავლოდ გამოჩენილიყო ისეთი ადამიანი დაგვადებოდა, რომელიც ესე იგი დავით აღმაშენებლის იმ საქმეს დაწყებულ საქმეს გააგრძელებდა. ამის უპირველესი ბაგრატიონთა გვარიდან არის, რა თქმა უნდა, ბაგრატიონთა დიდებული გვარის წარმომადგენელი იყო. და რომელიც ესე იგი ჩვენ ბაგრატიონებს სათანადო პატივს არ მივაგებთ და სათანადო არც პატივს და არა ეს გვარი ის გვარია, რომელმაც საქართველოს უდიდესი ამაგი დასდო. საქართველოს წარმოიდგინეთ, მსოფლიოში პრეცედენტი არ ყავს ამ შემთხვევას 12 მეფე ბაგრატიონთა გვარიდან ყავდა ესე იგი წმინდანი 12. ეს არის ძალიან დიდი რაღაცა, რაც მე სულ ადრე გითხარით თქვენ პირველ გადაცემაში ალბათ თუ სწორად მახსოვს ფრანგებს ერთი მეფე ყავდათ, წმინდანი მეფე და ტრაბახი და სიამაყით ესე იგი გადაჭამეს მთელი მსოფლიო და ჩვენ 12 ყავდა ეგეთი 12 მეფე 12 თავდადებული მეფე ყავდა 12 წელი ჩვენთან მეფეები თავს წირავდნენ სახელმწიფოსთვის, სოფლიოსთვის და თავისი ქვეყნისთვის წირავდნენ თავს შვილებს ესე იგი ძევლად ტოვებდნენ დაუშვათ არასასურველი მტრის ბანაკში და რა ვიცი თვითონაც მიდიოდნენ არავინ არ აძალებდა დაუშვათ როარსად მეფეს რო წასულიყო ან დემეტრე თავდადებულს რო წასულიყო დაუშვათ რა ქვია მაგას ბანაკში მაგრამ წავიდა იმიტომ რომ გადაეჩინა თავისი ქვეყანა გადაეჩინა და თავისი ერი გადაეჩინა ჩვენ ესეთი ხალხი ვარ და ეგეთი და ამიტომ სულ ყველა თუ აქვს მოძულებული ყავს მოძულებული ბაგრატიონები და ყველა ყავს მოძულებული ბაგრატიონთა დინასტია, რომელმაც უდიდესი ამაგი დასდო
საქართველოს ძალიან დიდი ამაგი დარჩა. აი ეს შეეხება პატარა რაკურსი იმას, რაც მინდოდა მეთქვა დავით აღვაშენებლის ხსენება მოიტანა ეს ყველაფერი და რო არ მეხსენებინა დავით აღვაშენებელი და საიდანაა და ვინ არის დავით აღვაშენებელი იმის გარეშე არ შეიძლება და ჩვენი უპირველესი და უმთავრესი მიზანი არის გვარების წარმოჩენა, ასე ვთქვათ, ისტორიული გვარების გაცნობა თქვენთვის და დღეს გვაქვს მომზადეთ ესეთი ისტორიული გვარია საქართველოში და ერთ-ერთი წარჩინებული გვარია ჭიჭინაძეების გვარი. მე მინდა დღეს ჭიჭინაძეების გვარზე მინდა გესაუბრო და ჭიჭინაძეების გვარი მინდა გაგაცნო. რატო ჭიჭინაძეები? იმიტომ რომ თვალსაჩინო ადგილი უჭირავთ საქართველოს ისტორიაში და საქართველოს ისტორიოგრაფიაში. წარმოიდგინეთ ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანი ყავდათ ამ გვარს და ძალიან ისტორიულ საქმეებს რო აკეთებდნენ თავის დროზე და ეხლაც წარმატებით აგრძელებენ თავიანთი წინაპრების ესე იგი საქმეს. ეს გვარი არის აზნაურული გვარია, ვიღაცა შეომედავება ნამდვილად ვიცი რატო აზნაურული გვარი უნდა. საქართველოში აზნაურებიც იყვნენ, თავადებიც იყვნენ და გლეხებიც იყვნენ. არასოდეს არ მიფიქრია დაუშვათ ან მაინც ახლა ეს იდეა ფიქსი კი არა რომ აზნაურული გვარი რომ წარმოგიჩინოთ თქვენ. უბრალოდ ასე მოიტანა იმ სიტუაცია და ახლა ამ შემთხვევაში წინა შემთხვევაში თათარაშვილების გვარი გაგაცანეთ. ახლა ჭიჭინაძეებს გაგაცნოთ, ხვალ დაუშვათ სხვა გვარს გაგაცნოთ კიდე და ასე რომ ისტორია არ უნდა დაუკარგო არავის. ის დამსახურებას არ უნდა დაუკარგო არავის, რომელიც ამა თუ იმ გვარს ჰქონდა ერისა და ქვეყნის წინაშე და პირველ რიგში თავისი გვარისა და თავისი ოჯახის წინაშე. ასეთი გვარი იყო ჭიჭინაძეების გვარი, რომელიც ჩვენი აზრით ეპონიმური გვარსახელს წარმოადგენს და სახელი ჭიჭინადან მოდის ეს სახელი. ჩვენ ასე ვფიქრობთ. არა მარტო ჩვენ, არა მარტო მე. ავას ბევრი მეცნიერი ფიქრობს ასე და მეგონი არც არის ესე იგი ამას მოკლებული, იმიტომ რომ ისტორიაში გვხვდება სახელი ჭიჭინა, რომელიც ესე ფართოდ იყო გავრცელებული აი პერიოდში, რა პერიოდსაც ახლა ჩვენ მიმოვიხილავთ. ასე რომ შეიძლება ჭიჭინა, იმიტომ რომ ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით ახლა არის ჭიჭინაძეების უпроსტად სიჭინავების გვარში არის ეგეთი გადმოცემა, ეს ძალიან კარგად უწერია გივი ელიავას თავის დროზე, როცა ესე იგი ჩხოროწყუს ტოპონიმიკა გააკეთა და მან დააკ ესე იგი ჩაიწერა თქმულება თვითონ სიჭინავების გვარს როცა იკლებდა ლესიჩინესო იკლებდა ჩაიწერა ეს სიჭინავისგან ჩაიწერა ესეთი გამოგისა ლეგენდა რომ ესენი ყოფილან ჭიჭინაძეები რომლებიც ესე იგი გაჭიდან არიანო გადმოსულებიო და ესე იგი მე გაუმეგრელდათ გვარი რა ჭიჭინაძე, ჭიჭინავა და სიჭინავა გახდა. სიჭინავა ეს არის ერთ-ერთი ვერსია არის. თვითონ ამ სიჭინავების გვარში არის ეს ლეგენდა. და ნუ რახან ჭიჭინაძეს უკავშირდებოდა, ამიტომ ესე იგი მეც მოგახსენეთ. თვითონ ეს არის აზნაურული გვარია და იყო ესე იგი როგორც ტახტის აზნაურები, ისე სათავადო საეკლესიო აზნაურები იყვნენ როგორც იმერეთში, ისე რაჭაში და იყვნენ აგრეთვე კახეთშიც იყვნენ. აზნაური გვარი საქართველოში იყვნენ წულუკიძეების აზნაურები, მუხრაბატონის აზნაურები, აგრეთვე ტახტისა საეკლესიო აზნაურები. ჭიჭინაძეები კახეთში, რუსთაველის სადროშოში 1722 წლის 1-1 სამუთის მიხედვით იყვნენ დროშის მტვირთველები იყვნენ. და ახლა მე ციტირებას გავაკეთებ. ამისნი დროშის მტვირთველი ნორიოს ჭიჭინაძეები ყოფილან და ჩვენც მათვე მივანდეთ. ეგრეთ რომეთ ოდეს დროსა წაასვენონ ერთს ძლიერს და უმჯობესა კეთილს ხელოსასა კაცსა ხელთა მიათვალებდნენ და სხვანი ჭიჭინაძენი გარიგ შემოეხოდნენ ომსა შინა. განა მშვიდობასა და ოდეს ადგილსა დაესავანონ. ეშიკი და მცველობა ამათ მიანდონ დროშა. ესე იგი აქ რა გამოდის, რომ ესე იგი ჭიჭინაძეები იყვნენ დროშის მტვირთველები იყვნენ და საკმაოდ ისე დიდი თანამდებობა იყო იმ პერიოდში, ესე იგი ამ დროშის ნდობა, დროშა თქმით იყო ესეთი ატრიბუტიკა არის, სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკა და ამის
ნდობა, ამის ტარება იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საერთოდ დროშის პირფელს, გინდა ომში და გინდა მშვიდობის დროს. ეს არის პირველი ისტორიული წყარო, ცნობა აი ამ გვარის შესახებ, რომელიც ჩვენ მოგვეპოვება, განეკუთვნება 1659 წელს, სადაც ნიკორწმინდის ტაძრის ერთ-ერთ სამუჩი მღვდლად არის დასახელებული სვიმონ ჭიჭინაძე. შემდეგი ცნობა განეკუთვნება 1714 წელს, რომლის მიხედვითაც ბიჭვითის სამუთია ესა სიმონ ჭიჭინაძე მწიგნობრა და მოწმით არის დასახელებული. შემდეგი ცნობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, აგრეთვე არის 1792 წელს სოლომონ მეფის გუჯარი არის, სადაც ჟოჟუა ჭიჭინაძე თავის შვილებთან ერთად არის მოხსენიებული და აქ წერია, რომ ესე იგი ციტირება როგორ გავაკეთოთ და ან ხატის გლეხნი მათგანი, რომელიმე საჭიჭინაძეო და ჭიჭინაძეებს უბოძაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭიჭინაძეებს უბოძეს, მაშინ ესე იგი საჭიჭინაძეო ადგილი იყო, სადაც ესე იგი ჭიჭინაძეებს გლეხები ყავდათ და გლეხები უბოძეს. 1793 წლის ერთ-ერთ სამუთით, კიდე სოლომონ მეორეს ეხება ეს სამუთი, აღიწერა ხელით ამ დივან მწიგნობარსა ჭიჭინაძის ნიკოლოზის მიერ წერთა უფლისათან. 1824 წლის ერთ-ერთ სამუთი ჭიჭინაძე იოსებ ჯვარისპირთელი მღვდლად არის აქაც დასახელებული, ეს კიდე განამტკიცებს იმას, რომ ესე იგი ჭიჭინაძეები იყვნენ, ჯვარისპირთელები იყვნენ. სხვა შორის მინდა მოგახსენოთ, რომ ესე იგი ძალიან ბევრი 28, რაც მე დავთვალე, 28 მღვდელმსახური ყავდათ ჭიჭინაძეებს გვარში. ეს არც თუ ისე ცოტა კი საკმაოდ ბევრია. 28, ეხლა 28 შეიძლება ვერ იმას გიქნათ, რა ქვია, ჩამოგისახელოთ აქ, მაგრამ რამოდენიმე მღვდელს მინდა წარმოგიჩნეთ, რომელიც მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდნენ. აი ჭიჭინაძე ალექსი იაკობის ძე, რომელიც 1893-95 წლებში ბარეულის მაცხოვრის ეკლესიაში მსახურობდა, ესე იგი და გარდაიცვალა 1897 წლის 4 სექტემბერს. ჭიჭინაძე ანტონი, ესეც მღვდელი იყო 1870 წელს ლესიჭინის, აი ეს მინდა კიდე აი აქ ეს საინტერესო ფაქტია. ესე იგი ანტონ ჭიჭინაძე, რომელიც 1870 წელს ლესიჭინის მაცხოვრის ეკლესიაში იყო მღვდელი. ეს კიდე იმ აძლიერებს და ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომელიც გივი ელიავამ ჩაიწერა, ესე იგი სიჭინავებთან, ესე იგი სიჭინავებს ლესიჭინეში მოგზაურობის დროს. ანუ ესე იგი ნამდვილად იყვნენ ჭიჭინაძეები, ცხოვრობდნენ ესე ლესიჭინეში ნამდვილად და შეიძლება ამ ორ გვარს მართლა ერთი და იგივე წარმომავლობა ჰქონდეს. ეს ზუსტად მაგას ამტკიცებს. აი ჭიჭინაძე გაბრიელი, ესეც ბარის მაცხოვრის სადგომის ეკლესიის მღვდელი იყო. ჭიჭინაძე გერონტი, ელისეს ძე, 1872-1893 წლებში ღვიმების ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო. ჭიჭინაძე გიორგი 1800 ხოტევის თავარანგელოზის ეკლესიაში იყო, რომელიც რაჭაში მდებარეობს. ჭიჭინაძე გრიგოლ დავითის ძე, 1844-1857 წლებში ქვიტირის ქვემო მუხიანის მაცხოვრის ფერისვალევის ეკლესიაში იყო მღვდელი. ჭიჭინაძე გრიგოლ მღვდელი ქუთაისის გაენათელი ეპარქიაში მოხსენებულია ამ დამწერს. ჭიჭინაძე დავით გიორგის ძე, 1853 წლებში ხიმშის წმინდა გიორგის ეკლესიაში იყო მღვდელი. ეს ხიმშიც ზემო რაჭაში მდებარეობს. ჭიჭინაძე დავით იოანეს ძე, 1810-1858 წლებში ჭელიაღელის თავარანგელოზის ეკლესიაში. ჭიჭინაძე დავით მღვდელი ქუთაისის ტაძრის სიგელდაჩას 1660 წლის სამუთია, ესეც საკმაოდ ძველი სამუთია. ну მოკლედ აი ესე არა ძალიან ბევრი ჭიჭინაძე ესე იგი მოღვაწეობდა საეკლესიო სფეროში და საკმაოდ ნაყოფი არა და როგორ ჩანს საქართველოში სულ ცხოვრობს 2352 ჭიჭინაძე ცხოვრობს. განსახლების არეალი შემდეგია ჭიჭინაძეების გვარისა
არიან ზესტაფონში, რიყეში, ნოჯიხევში, ზემო ჭალადიჩი, ლესიჭინეში, ქარიადაში, შუა ხორგაში, ხობში, ბიაში და ძალიან ბევრგან ლეჩხუმშიც არიან, უსახელოულში, შხუტელში, იმერეთში, გოდოგაში ცხოვრობენ, კვალიში ცხოვრობენ, კურსებში, მირონწმინდაში, საქარაში, სავახვახოში, საჯავახოში, ქუთაისში ცხოვრობენ, ჭოლებში ცხოვრობენ, რაჭაში ცხოვრობენ, ბარში, ინწაში, სალხინოში, ხიმში, ხოტევში და ჯვარისაში. ახლა მე გეტყვით მის მიხედვით, ხოია რამოდენიმე ჭიჭინაძე, რომელიც სამეგრელოში განსახლებული ცხოვრობი, რამოდენიმე ჭიჭინაძე ფლობდა, ესე იგი, აი ბიაში ცხოვრობი ჭიჭინაძეები მაგალითად აზნაურის ტიტულს ფლობდნენ 1904 წლის აღწერის მიხედვით. აი ლეჩხუმში, უსახელოში ტახტის აზნაურები იყვნენ. ჩხუტელში ტახტის აზნაურები იყვნენ. იმერეთში რო გადმოვიდეთ, გოდოგაში საეკლესიო აზნაურები იყვნენ. კვალიჩი იყვნენ საბატონო გლეხები. კურსებში საეკლესიო აზნაურები იყვნენ. მიროწმინდაში იყვნენ საბატონო გლეხები. საქარაში სახელმწიფო გლეხები. საჯავახოში საბატონო გლეხები, ქუთაისში სახელმწიფო აზნაურები, ჭოლებში სასულიეროები, საეკლესიო აზნაურებიც იყვნენ და საეკლესიო გლეხებიც იყვნენ. რაჭაში, ბარში იყვნენ აზნაურები, ინწაში იყვნენ აზნაურები, სალხინოში აზნაურები იყვნენ და გლეხებიც ეროვნად, ხიმში აზნაურები იყვნენ და ხოტევშიც აზნაურები იყვნენ. ესე იგი, ამათი გვარის როგორც დანარჩენი გვარები საქართველოში სხვადასხვა წოდების წარმომადგენლები იყვნენ. მე-19 საუკუნეში თუ ეხება ესამები, მე-19 საუკუნეში მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, ცოტა სხვანაირად იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ბევრმა თუ თან ესე იგი სახელმწიფო გლეხები თუ იყვნენ. მე ახლა საბატონო გლეხზე არ მაქვს ლაპარაკი და საეკლესიო გლეხზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ ცოტა სხვანაირად იყო ეს სიტუაცია და სახელმწიფო გლეხი თუ უწერია, ან დროებით ვალდებული გლეხი. ეს იმას ნიშნავდა, რომ ესე იგი ამა თუ იმ პიროვნებამ და ამ შემთხვევაში ჭიჭინაძეზე მაქვს ლაპარაკი ვერ დაემტკიცეს თავიანთი აზნაურობა, იმიტომ შესაბამისი და სათანადო საბუთები არ აღმოაჩნდათ და ესე იგი დარჩნენ დროებით ვალდებულ გლეხებად დარჩნენ და გაჩნდნენ სახელმწიფო გლეხებად. შემდეგ როცა ესე იგი ასეთ საბუთის აღმოჩენა ხდებოდა და როცა ესე იგი მიაგნებდნენ იმ საბუთს, სადაც თავიანთი გვარის აზნაურობა, თავიანთი ოჯახის აზნაურობა მტკიცდებოდა, მაშინ პრობლემა არ იყო, მე უკვე სამი კომისია შეიქმნა მაშინ იმერეთის სამეფოში, რომელიც სწავლობდა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ რუსულმა მმართველობამ სიტყვაზე არენდო დაუშვათ ქართულ თავადაზნაურობას და ამიტომ მოთხოვა, ესე იგი, ბიუროკრატიული რაღაცისა, რაღაც საბუთები მოთხოვა, მოკლედ ჩვენ კიდე ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე ეს საბუთები ძალიან ბევრს დაკარგული ქონდა საერთოდ. დაკარგული ქონდა და ვერ დაამტკიცეს. აი ამას წინათ ერთმა სმენელმა, ჩემმა სმენელმა ასეთი ირონიული სარკაზმით, ესე იგი, აშორდიას აზნაურებიო და რაღაც ისეთი რაღაცები თქვა. რომელმას არც გაემტყუნება, იმიტომ რომ თუ არ ახარ ჩახედული ძალიან კარგად ამ საქმეში, შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი მე არ ვამბობ იმას, რომ თელ გამოსხული ანგელოზი იყო მეთქი ისა, რა ვქია, აშორდიას თავისი ცოდვებით ეყოფა და ძალიან ბევრი გვარი გააყალბა ამ კაცმა, მაგრამ ძალიან ბევრს დაეხმარა იმ დროს, რაში დაეხმარა. დაეხმარა იმაში, რომ მე ამისთან ადამიანებზე მაქვს, ამისთან ოჯახზე მაქვს საუბარი, რომლებსაც ვერ დაემტკიცეს თავიანთი აზნაურობა. და ესე იგი, ისე ხდებოდა, რომ ესე იგი, დროებით ვალდებულ გლეხებად და გადამხდელებად, ესე იგი, მისი გადასახადების გადამხდელები რჩებოდნენ, ეს აზნაური და თავადი არაფერს არ ეხდიდა და გლეხი ბეგარებს იხდიდნენ, ხო, მე-19 საუკუნეში და ამიტომ რჩებოდნენ გლეხთა კატეგორიაში, რომლებსაც მე ნამდვილად მოუწევდათ გადასახადების გადახდა და ეს ერთი და მეორე იყო კიდე რაღაცა, რაც ესე იგი მათ აი სიმაზე მოქმედებდა რა, სიამაყეზე მოქმედებდა, იმიტომ რომ ისეთი წარმომადგენლები იყვნენ აზნაურული და თავადური გვარების წარმომადგენლები და არ უნდათ რომ დაჩილიყვნენ გლეხებად და ამისთანა ხალხი
მე მიადგა აგერ ჭკვერი ბოში იყო ეს აშორდია ძალიან ნიჭიერი კაცი იყო და მიადგნენ აშორდიას და აშორდია ის რაც ამათ არ ქონდათ და დაკარგული ქონდათ ძალიან ბევრია ესეთი გვარი მე შესწავლილი მაქვს ყველა საგას დაახლოებით აშორდიას აზნაურებს რო ეძახით ეხა თქვენ იმ აშორდიას აზნაურებიდან 80% ნამდვილად თავად აზნაური იყო აი 20% იყო ის ხალხი რომლებიც მაშინ მიეტყვასნენ ამ თავად აზნაურობას და რომელსაც ნამდვილად გაუყალბა და ეს ცნობილიცა ძალიან ბევრი ესეთი გვარი 20% იმ გვარებიდან არის ნამდვილად გაყალბებული გვარებია დანარჩენი ის გვარები კარგავდნენ კაცო ერისთავი რო გლეხი იქნება და გურიელი რო გლეხი იქნება გლეხად დაწერე ეხლა ვერც ერისთავი აიტანს გლეხობას და ვერც გურიელი აიტანდა გლეხობას ისინი ვერც ამტკიცებდნენ თავად აზნაურობას აგერ გამოჩნდა კაცი რომელიც ეგეთ რაღაცებს აგვარებს რაღაცა ფულზე ხო და მიმართეს ამ კაცს და აქედან წარმოიშვა აშორდიას აზნაურობა რომელიც დამერწმუნეთ ეს ნამდვილად ვიცი სადაც 80% ნახდა თავად აზნაური იყო და 20% იყო ის რასაც თქვენ ესე იგი სარკაზმი და ირონიით ეძახით აშორდიას აზნაურებს ხო და მხოლოდ 20% იყო ეგეთი ხალხი მაპატიეთ გადახოვისათვის მე მინდა აი ამ გვარს ძალიან ბევრი ისეთი აკირონებები ყავდათ ჯერ სამხედრო გზით რო ვთქვა სამხედრო 1914 წლის ომის დროს როცა ესე იგი მეორე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო ძალიან ბევრი ოფიცერი ყავდათ ძალიან ბევრი ყავდათ ისეთი ადამიანები რომლებმაც ესე იგი ორდენები მიიღეს აი მე რამოდენიმე მათგანს აი ჭიჭინაძე შტაბს როტმისტრი იყო რომელმაც მიიღო ესე იგი წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენი იყო დაჯილდოებული აგერ იყო შემდეგ კიდე ერთ-ერთი ჭიჭინაძე რომელსაც წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენი იყო ეს უკვე პოდპორუნჩიკი იყო შემდეგ იყო კიდე ერთ-ერთი ჭიჭინაძე რომელსაც წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენი ჰქონდა მიღებული ეს უკვე პოლკოვნიკი იყო ჭიჭინაძე მიხეელი იყო ეგეთი რომელსაც ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ორდენი ჰქონდა მიღებული ეს იყო კაპიტანი ჭიჭინაძე ალექსანდრე რომელსაც ჰქონდა წმინდა ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ორდენი და იყო პორუჩიკი იყო ჭიჭინაძე ევგენი ამასაც წმინდა ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ორდენი ჰქონდა იყო ესეც პორუჩიკი იყო ჭიჭინაძე იყო აგრეთვე ალექსანდრე რომელსაც წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი ჰქონდა ეს იყო პოდპოლკოვნიკი იყო ჭიჭინაძე ალექსანდრე იყო რომელსაც წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი ჰქონდა ის იყო პრაპორშიკი იყო ჭიჭინაძე მიხეელი შტაბს როტმისტრი იყო და წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი ჰქონდა წმინდა პეტრე იყო ჭიჭინაძე პეტრე იყო რომელსაც სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენი ჰქონდა მიღებული პოდპოლკოვნიკის ჩინით მსახურობდა იოსებ ჭიჭინაძე რომელსაც წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენი ჰქონდა მიღებული და გიორგი ჭიჭინაძე რომელსაც სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენი ჰქონდა მიღებული და იყო შტაბს კაპიტანი იყო ახლა წამოიდგინეთ თქვენ ესე იგი რამდენი ორდენოსანი ყავდათ და რამდენი ოფიცერი ყავდათ ესე იგი გვარში ამავე დროს მე უფლება არ მაქვს რო არ მოგახსენოთ ესეთი არა სამხედრო პირები რომლებაც სახელი გაუქმეს ამ გვარს საერთოდ მშვიდობიანობის დროსაც ესეთი ძალიან ბევრი იყო აი დავუშვათ ჭიჭინაძე ლავრენტი ჭიჭინაძე რომელიც იყო მწერალი იყო სადაც რომელიც სესტაფონის აიოს სოფელ საქარაში იყო დაბადებული კონსტანტინე ჭიჭინაძე მწერალი და პოეტი რომელიც ხიფში იყო დაბადებული ამროლაურის რაიონში რაჭაში ზაქარია ჭიჭინაძეზე რო არ ვთქვათ ორიოდე სიტყვით ეგეც არ შეიძლება ეს იყო ისტორიკოსი მკვლევარი რომელიც თბილისში იყო დაბადებული და რომელიც აი ის მასალები დავუშვათ რა მასალებსაც მე თქვენ გაწვით საკმაოდ დიდი რაოდენობა ზაქარია ჭიჭინაძის წიგნებიდან გვაქვს ამოღებული რა რო გითხრათ ეს არის უდიდესი ადამიანი იყო რომელმაც
უდიდესი კვალიდატოა ისტორიაში საერთოდ და ისტორიულ რაღაცა მკვლევარი იყო, საკმაოდ დიდი მკვლევარი. ამავე დროს არ შემიძლია რო მოგახსენოთ, აი ჩვენი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს სამხედრო მინისტრი იყო ესეთი ნიკოლოზ პარმენ გაბრიელიძე ჭიჭინაძე. ესეც საკმაოდ ცნობილი და კაი ადამიანი იყო, კაი პიროვნება იყო. სხვა შორის ჰეროდის დეპარტამენტის მესამე მაგას სამმართველო იყო რუსეთში, რომელიც სწავლობდა სწორედ იმ ფაქტებს სწავლობდა, რა ფაქტებზე წეგან მოგახსენებთ, მე აშურდიასთან დაკავშირებით. და იყო სენატის მესამე დეპარტამენტი იყო, რომელიც თავადაზნაურთა საქმეებს იკვლევდა. ხო და აი ეს თავადაზნაურთა საქმეებს მესამე დეპარტამენტი სენატის სწორედ აი ეს იყო ის ორგანო, რომელიც საბოლოოდ გამოქონდა, ესე იგი ვერდიქტი გამოქონდა ამა თუ იმ გვარისთვის. ეკუთვნოდნენ ესე თუ ის გვარი, ესე იგი პრივილეგირებულ წოდებას თუ არა. ხო და 1826 წლის, 1868 წლის, 1877 წლის, 1885 წლის და 1889 წლის ამ იმითი რა ქვია დებულებებით სენატის ჰერალდის დეპარტამენტის ცნობით ჭიჭინაძეები ცნეს ქუთაისის გუბერნიაში აზნაურებად, შთამომავლობით აზნაურებად და შეიტანეს მათი საქმე შეიტანეს პირველ წიგნში. ეს პირველი წიგნი არსებობდა, 6 წიგნი არსებობდა საერთოდ იმაში თავდაზნაურთა იმაში გუბერნიებში და პირველ წიგნში შეყავდათ ისეთი გვარები, შთამომავლობითი აზნაურები, რომლის ისტორიაც ითვლიდა 400 წელს. ანუ 400 წლის აქეთ ვისაც ჰქონდა მიღებული აზნაურობა, აი ესეთი გვარები შეყავდათ. მეორე წიგნში შეყავდათ ესე იგი ის კეთილშობილი ადამიანები, ანუ აზნაურები, რომლებსაც თავიანთი აზნაურობა მიღებული ჰქონდათ სამხედრო გზით ჰქონდათ მიღებული, ანუ წოდებრივი მდგომარეობა და გაიუმჯობესეს სამხედრო კარიერით. მიაღწიეს პოლკოვნიკის ჩის და ანდა რომელიღაც ორდენი მიიღეს. მესამე კატეგორია იყო, მესამე წიგნი იყო იმ ხალხის, რომლებმაც თავიანთი წოდება მიიღეს სამოქალაქო გზით. ეს რას ნიშნავდა? სამოქალაქო გზით ნიშნავდა თუ ესე იგი კანცელარიები რო იყო დაუშვათ და რაღაც სხვადასხვა სამოქალაქო ისინი, ანდა იყო ტაბელა რანგახ, მე ბევრჯერ მიტყვი ესა და ერთხელ ძალიან კარგად მინდა ეს ყველაფერი გაგაცნო და გაგარკვიო თამაში. მიაღწევდა მე-6 ჩინს მიაღწევდა. ანუ კოლეჯში ისა ქვია სტატსკი საветნიკი გახდებოდა. ანდა ძესტიტელის სტატსკი საветნიკი ეს იძლეოდა, ესე იგი აზნაურის ტიტულს იძლეოდა. თუ დაუშვათ სამღვდელოებაში იყო და დეკანოზი გახდებოდა, მაშინაც აზნაური ხდებოდა. თუ ვაჭრობაში იყო და ესე იგი პირველი გილდიის ვაჭარი გახდებოდა, მაშინაც მაგ შემთხვევაშიც ხდებოდა ესე იგი აზნაური. ეს იყო მესამე წიგნი. მეოთხე წიგნში შედიოდა ისეთი გვარები, რომლებიც შემოსული გვარები იყო, ანუ უცხოელები იყვნენ, რომლებიც დასახლდნენ იმ პერიოდის რუსეთის იმპერიაში და ესე იგი ანუ შემოსულ გვარების ის იყო. მეხუთე წიგნი იყო, ესე იგი მეხუთე წიგნში შედიოდნენ ისეთი გვარები, რომლებიც იყვნენ ძველი გვარები იყვნენ, დაუშვათ 600 წლის წინადელი გვარები იყვნენ და რომლებსაც ესე იგი ძალიან დიდი ისტორია ჰქონდათ, გვარის ისტორია და მე-6 წლის შედიოდნენ ტიტულოვანი გვარები შედიოდნენ. დაუშვათ ბარონები, მარკიზები, გრაფები და ასე შემდეგ და ასე ჰერცოგები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ეს იყო ის, რაც უნდა მეთქვა ჭიჭინაძეების გვარზე და არა მარტო ჭიჭინაძეების გვარზე, მე მგონი რა ვიცი, აბა თუ მოგეწონათ ეს ყველაფერი, შეგიძლიათ მომწეროთ და მე ესე იგი შეძლების დაგვარად შემიძლიათ დახმარება გაგიწიოთ და მოგაწოდოთ ნებისმიერ გვარზე შემიძლია მე წინა გადაცემაში ვთქვი, რომ არ არსებობს საქართველოში გვარი 18000 გვარი არსებობს. ქართული გვარი დაახლოებით 18000 იქნება მეტნაკლებად.
და 18000-ივე გვარზე შეიძლება რაღაცა ინფორმაციის მოპოვება ისტორიოგრაფიაში არ არსებობს, რომ რაღაცა პატარა ორი სიტყვა მაინც არ იყოს, ან ერთი რაღაცა წოწლის ის არ იყოს, აღნიშნა რო არ იყოს, ან რაღაცა რო არ იყოს, მინიშნება რაღაც ნებისმიერ გვარზე ეგეთ რაღაცა არ არსებობს. ამიტომ შეგვიძლია შეიძლება ზოგს ისტორიაში დიდი კვალი დატოვა, ბევრმა საშუალოდ დატოვა, ბევრმა ვერაფერი ვერ მოახერხა, მაგრამ რაღაცა მაინც გააკეთა, რაღაცა მაინც შექმნა, რაღაცაში მაინც მიიღო მონაწილეობა და ეგეთი გვარები შეგვიძლია ნებისმიერი გვარზე შეიძლება ბევრი რაღაცა ჭიჭინაძეებს რო ველაპარაკეთ, იმდენივე ვერ ველაპარაკოთ, მაგრამ რაღაცა ორიოდე სიტყვით რო რაღაცა გითხრათ და გაგაგებინოთ ეს გვარი სადაური იყო, როგორ წარმოიშვა და რა იყო ეს მათი პირველი ისტორიული ცნობა და საიდან მოდის და როგორ კატეგორიის გვარს ეკუთვნის, ამის მოწოდება კი ნამდვილად შეგვიძლია. ასე რომ უყურეთ ჩვენს გადაცემას, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი გამოწერა, ჩვენი არქის გამოწერა და ჩემი პირადად ჩემი საავტორო გადაცემის ამ გადაცემის გამოწერა იმას ნიშნავს, რომ მე მეექნება და თქვენს გექნებათ ერთმანეთთან უფრო დიდი წვდომა გვექნება და დიდი წვდომა რო გვექნება, უფრო მეტი ინფორმაცია შეგვიძლია გაგასვათ თქვენს და თქვენს მომაწოდოთ მე ესე იგი თქვენ გვარს შესახებ ესე იგი ის ცნობები, რა ცნობები გინდა თქვენ გააქვთ. ჩვენ მაგას წერილობით ჩემი ის მეილი არის მითითებული ამ გადაცემაზე შეგიძლიათ ნახოთ და ესე იგი გავამიგზავნოთ. რომელსაც მე ამაში დავუმუშავებ და ესე უკან დაგიბრუნოთ და მოყვებით ამ ყველაფერს, გავამგედრებთ თქვენს ისტორიას, თქვენს პირად ისტორიას, თქვენი ოჯახის პირად ისტორიას. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. 3000 წელს მეტი გიცხოვრია როგორც ერსა ერსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ მევსას ბედნი ერსა ვიმღერია კიდეც ვიმღერია